პირველი შიში მოვიდა, როდის იცით, როდესაც ექიმი შემოდის და გზა აცმევენ ხალათს. მივხვდი, რომ წუთს არ გარგავენ. და როდესაც თავთან დამიდგა ნარკოზისტი და მითხრა, რომ ნუ გეშინია, ვერაფერს ვერ გაიგებ. დავფიქრობ, რას ვერ გავიგებ, რომ მოვკვდები იმას, თუ აი ეს დაშვება მაშინვე მოვიდა. და იცით, მერე უკვე, როდესაც მე გამოვედი იმ პირველი განცდიდან, აი იმ 2 წელიწადში ბოლოს და ბოლოს, რომ მოვირგე ეს გამოცდილება, მე მივხვდი, რომ წინასწარ მივხვდი ამას, რომ რაღაც მოხდებოდა. ვერ გეტყვით რატომ. ამიტომ ჩემთვის ადამიანის ცნობიერება დღემდე ბოლომდე ამოუცნობია. ჩვენი გონება რაღაცას როგორც ჩანს წინასწარ ან იცის უკვე და ჩვენ ამას კარგად ვფარავთ ყოველთვის და არ გვინდა უბრალოდ გავიხსენოთ. ან არა და ინტუიცია გონებაზე ინფორმაციაზე უფრო სწრაფი და ძლიერია. იმიტომ რომ აი ის გაფიქრება, რომ რას ვერ გავიგებ, სიკვდილს, აი ეს მე მივხვდი, რომ მაშინ ვიგრძენი ეს, რომ ეს უნდა დადგეს. ანუ გაცნობიერება მოვიდა, რომ სიკვდილის გამოცდილებას გაივლი ახლა. როგორც არა, გაცნობიერება არ მოვიდა, ეს ინტუიცია მიფიქრა. გაცნობიერება 2 წლის მერე მოვიდა, რომ მე ის წინასწარ მივხვდი. მერე დადგა ესეთი პერიოდი, რომ რაღაცა უცებ დაიხურა, უცებ აღმოჩნდა, აი როდესაც ამბობენ ხოლმე რაღაცა გვირაბში მივდიოდი. ეს გვირაბიც არ იყო, ეს იყო უბრალოდ შემოზღუდული სივრცე, რომელიც კედლებიც იყო ძალიან ფერადი. ეს უფრო წარმომიდგენია რაღაცა ისე ფილმებშიც არის ხოლმე ზოგჯერ ჰოლივუდის ფილმებში, როდესაც დროის გვირაბია და ერთი მხრიდან მეორეში, მაგრამ ეს თვითონ სივრცის კედლები იყო მოძრავი, ბრუნავდა სულ. და იქ მესმოდა ხმები, სასწაულად ლამაზი ხმები. ადამიანურ ლექსიკონში არც იმ ფერების გადმოცემის სიტყვები გვაქვს, არც იმ ხმების. მართლა არა გვაქვს. კაცმანის პოდკასტს წარმოგიდგენთ GVG კრწანისი.